მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი ქრისტიანი მეგობრები ძირითადად გვისვავენ კითხვას იესო რანაირად არის თქვენი მოციქული, როდესაც მან შექმნა ქრისტიანობაო. ეს კითხვა ძირითადად უცოდინრობის ბრალია და ქრისტიანი აბოლოგების მანიპულაციაა. მაქსიმალურად შევეცდები ჩემი აზრები არ გადმოგცეთ, რადგან ეს სუბიექტური გამოვა. როგორც იცით, ისლამის ბრჭყალებში დამარსებელი მუჰამედია, მაგრამ როცა ქრისტიანობასთან გვაქვს საქმე, ძირითადად ქრისტაინებს გონია, მათი მრწამსი შექმნა იესომ, ამიტომ ვნახოთ, ვინ ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანობას. თავდაპირველად ახალ აღთქმას რომ გადავხედავთ, ვხედავთ, რომ პირველად პავლე მოციქულის წერილებია ქრონოლოგი დაწერილი, ამიტომაც ხელოვნურ ინტელექტს დაუსვი კითხვა, ვინ ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანობას, იესო თუ პავლემ. ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა, რომ იესოს არ დაუწერია ახალი აღთქმა და არც შეუქმნია ეკლესია როგორც ინსტიტუტი. და მოკლედ მითხრა, რომ პავლემ ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანობას იესოზე შთაგონებით. ანუ მეგობრებო, პავლემ გამოიყენა იესოს მოგონებები თავისი რელიგიის შეაქმნელად. ახალ აღთქმასთან დაკავშირებით იესოს არანაირი კავშირი არ აქვს. დიახ, ახალ აღთქმაში არის მოგონებები, რომელიც ნამდვილად იესოს ეკუთვნის, მაგრამ კიდევ არის იესოს სახელზე მოგონილი მოგონებები, რასაც აქვს მეცნიერული ახსნა. მეგობრებო, კიდევ გადავხედოთ ცნობილი თეოლოგების, მეცნიერების და ისტორიკოსების შეხედულებებს თუ ვინ შექმნა ქრისტიანობა. ჰიამ მაკობი არის ებრაელი ბრიტანელი თეოლოგი, რომლის სფერო არის იუდაიზმი და ქრისტიანობა, ასევე მისი კონკრეტული სფეროებია ისტორიული იესო და ქრისტიანობის წარმოშობა. მან თავის წიგნში პავლე და ქრისტიანობის შექმნა პირდაპირ ამტკიცება თავისი არგუმენტებით, რომ ქრისტიანობას საფუძველი ჩაუყარა და იესოსთან ქრისტიანობას კავშირი არ აქვს. რაც მგონია, რომ საკმაოდ მარტივი გასაგები უნდა იყოს, შეიძლებათ აღნიშნული წიგნს გაეცნოთ. შემდეგი მეცნიერია, რობერტ აიზემანი, ჩემი სუბიექტური აზრით ის არის მე-20 საუკუნის უძიერესი მეცნიერი ამ სფეროში. როგორიცაა მაგალითად ფიზიკაში აინშტაინი. მას აქვს მრავალი ნაშრომი ამ საკითხში, მაგრამ მისი ერთ-ერთ გამორჩეული წიგნია იესოს ძმა იაკობი და მკვდარი ზღვის ჩანაწერები. აიზემანი ამ წიგნში საუბრობს, რომ ქრისტიანობა, რომელსაც დღეს მემკვიდრეობით ვიღებთ, არ არის იესოს ან იაკობის თავდაპირველი სწავლება. ეს პავლეს ჰელენისტური ინტერპრეტაციაა. ანუ როგორც მაკობი ამბობს, ქრისტიანობა პავლეს ქმნილებაო, იესოს მოგონებებზე დაფუძნებული. მოკლედ რომ კითხრათ, პავლემ გამოიყენა თავისი შეხედულებების შესაქმნელად იესო. და ბოლო მეცნიერ გახლავთ გერდ ლუდემანი, გერმანელი ბიბლიცისტი, მისი მთავარი სფერო გახლავთ ახალი აღთქმა და მისი ისტორია. მას ეკუთვნის წიგნი პავლე ქრისტიანობის დამფუძნებელი. ამ წიგნის მოკლე შინაარსს გადმოგცემთ. გერდ ლუდემანის თანახმად. იესო იყო მასწავლებელი, რომელიც იცავდა ებრაულ კანონს. იესოს სიკვდილის შემდეგ მისმა მოწაფეებმა განაგრძეს მისი სწავლება ებრაული ტრადიციების დაცვით. თუმცა პავლეს ძალიან მცირე ცოდნა ჰქონდა იესოს ცხოვრების შესახებ, სინამდვილეში ის არასდროს შეხვედრია მას. პავლემ ბრჭყალებში ქრისტეს რწმენა საკუთარი მისტიკური ხედვის საფუძველზე ჩამოაყალიბა და ახალი რწმენის სისტემა შეიმუშავა. ეს სისტემა სრულიად ახალი რელიგიაა, რომელიც გამორიცხავს ებრაულ კანონს, თორას და იესოს სიკვდილით უნივერსალურ ხსნას უზრუნველყოფს. ამიტომ დღევანდელი ქრისტიანობა პავლეს ნამოქმედარია და არა იესოს. დღეს მე გადმოგეცით მხოლოდ სამი მეცნიერის შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირები, მაგრამ სამეცნიერო და თეოლოგიურ სფეროში ამ საკითხზე კონსენსუსია, რომ მართლაც ქრისტიანობა არის პავლეს თეოლოგიური შეხედულებები ქმნილება. და დიდი შეცდომა იმის თქმა, რომ ქრისტიანობა ცოცხალმა იესო შექმნა. ყველაზე მარტივი არგუმენტი ისა, რომ ქრონოლოგიურად ახალი აღთქმის წერილებიდან პირველები არის დაწერილი პავლეს მიერ და პავლეს შეხედულებიდან გამომდინარეა დაწერილი მარკოზი, მათე, ლუკა და იოანე ანონიმური მწერლების მიერ. საბოლოოდ შევაჯამებთ, თანამედროვე ქრისტიანობას საგუძველი ჩაუყარა პავლე მოციქულმა და შემდეგ პავლე მოციქულის მოწაფეებს შორის აღნიშნული განვითარებული იქნა ფილოსოფიურად. აღნიშნულ რელიგიასთან ცოცხალი იესოს კავშირში არ აქვს და არც არაფერი იცოდა ამ რელიგიის შესახებ. როგორცაა საუბრი მაიდა 116, 117, ეს არის ყურანის სასტიკული. საბოლოოდ იმას აღნიშნავ, რომ მე შეიძლება მე არ დამთანხმდეთ, შეიძლება მე არასწორიც აღმოჩნდე. ამიტომ ჯობია უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი, ამიტომ ჯობია კვლევა. მე მხოლოდ გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტი და გამოჩენილი მცნიერებების აზრები. მე არ მეკუთვნი არანაირი საავტორო უფლება, მხოლოდ გამოვიყენე მათი შედედულებები. წარმატებები ყველას ვცეთ ერთმანეთის აზრებს პატივი. ეს ვიდეო არის ერთ-ერთი აპოლოგის შეხედულებებზე პასუხი.